ბატონო მდივანო, არის თუ არა კუბის მთავრობა ამერიკის ადმინისტრაციის შემდეგი სამიზნე? მოკლედ რომ გვიპასუხოთ. კუბის მთავრობა უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ არის, დიახ, ვფიქრობ, კუბის მთავრობა დიდ ჩარშია გახვეული. არ ვაპირებ მკაცრად ვისაუბრო თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში საგარეო მიმართულებით. თუმცა არავისთვისაა საიდუმლო, რომ კუბის მთავრობის დიდი გულშემატკივრები არ ვართ. ამასთანავე ხალხმა ეს არ იცის, თუმცა სწორედ კუბის მთავრობა იცავდა მადუროს. მისი უახლოესი დაცვის გარემოცვა და მთელი ეს აპარატი კუბელების მიერ კონტროლდებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ბევრისთვის უცნობია, ის არის, რომ როდესაც კოლონიალიზმზე საუბრობთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუბელები ეწეოდნენ ვენესუელის შიდა რეჟიმის კოლონიზაციას. მადუროს კუბელი სამხედროები იცავდნენ, ნაცვლად ვენესუელელებისა. ასევე სწორედ კუბელები ხელმძღვანელობდნენ ვენესუელის სადაზვერვო სამსახურების მუშაობას. He had Cuban bodyguards. In terms of their internal intelligence, who spies on who inside to make sure there are no traitors, those are all Cubans. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.